აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში სახელობითი სტიპენდია 8 სტუდენტს აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრებისა და ეროვნულ გამოცდებზე მიღებული საუკეთესო შედეგების მიხედვით გადაეცა. წარმატებულ ახალგაზრდებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრთან ერთად შეხვდა განათლების მიმართულებით. აფხაზეთის მთავრობის სამომავლო ხედვა გააცნო და დიპლომები და საჩუქრები გადასცა. დღეს შევხვდით სტუდენტებს, რომლებმაც მოიპოვეს აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს სახელობითი სტიპენდიები. ჩვენ მათ მიულოცეთ, ეს ის თაობა, რომლებმაც საკუთარი ახალი ხედვებით და ენერგიით მნიშვნელოვანი როლი უნდა შეიტანონ ნდობის აღდგენის და შერიგების პროცესში და უნდა შეუქმნან საქართველოს ერთიანი მომავალი. შევხვდით ჩვენს წარმატებულ სტუდენტებს, მიულოცეთ მათ სამინისტროში არსებული პროგრამის სახელობითი სტიპენდიანტობა, გადავეცით სიმბოლური საჩუქრები, ვისაუბრეთ მათ სამომავლო პერსპექტივებზე და მომავალზე.